გამარჯობა, დღეს 8 ივნისია. წარმოგიდგენთ 10 ყველაზე ცნობილ ადამიანს, რომელიც ამ დღეს დაიბადა. 1977 წლის 8 ივნისს დაიბადა ამერიკელი რეპერი, მომღერალი, პროდიუსერი, კომპოზიტორი, დიზაინერი და ბიზნესმენი Kanye West. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად თანამედროვე მუსიკასა და მოდის ინდუსტრიაში. მას კარიერის მანძილზე მიღებული აქვს უამრავი ჯილდო, მათ შორის 24 გრემი. 1810 წლის 8 ივნისს დაიბადა გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, მუსიკალური კრიტიკოსი, რომანტიზმის ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელი, რობერტ შუმანი. 1984 წლის 8 ივნისს დაიბადა არგენტინელი ყოფილი ფეხბურთელი და ამჟამად მწვრთნელი ხავიერ მასკერანო. ის თამაშობდა ისეთ ცნობილ გუნდებში, როგორებიც არის ლივერპული და ბარსელონა. 1983 წლის 8 ივნისს დაიბადა ბელგიელი ყოფილი ჩოგბურთელი კიმ კლაისტერსი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში. 2003 წელს ის ერთდროულად იყო როგორც ერთეულებში, ასევე წყვილებში მსოფლიოს ნომერ 1 ჩოგანი. 1955 წლის 8 ივნისს დაიბადა ინგლისელი კომპიუტერული მეცნიერებისა და ინჟინერიის სპეციალისტი ტიმ ბერნერს-ლი. ის ცნობილია როგორც ვებგვერდის შემქმნელი. 1955 წლის 8 ივნისს დაიბადა ესპანელი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი ხოსე ანტონიო კამაჩო. მან 15 წელი გაატარა მადრიდის რეალში, სადაც მოიგო არაერთი ტიტული, მათ შორის ორჯერ UEFA-ს თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი და 9ჯერ ესპანეთის ჩემპიონატი. 1976 წლის 8 ივნისს დაიბადა ამერიკელი ყოფილი ჩოგბურთელი ლინდსი დევენპორტი. ის ითვლება ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ მოთამაშედ ქალთა ჩოგბურთის ისტორიაში. 98 კვირის მანძილზე ის იყო მსოფლიოს ნომერ 1 ჩოგანი. 1940 წლის 8 ივნისს დაიბადა ამერიკელი მომღერალი, მსახიობი, პროდიუსერი, ავტორი, ფრენკ სინატრას ქალიშვილი ნენსი სინატრა. 1994 წლის 8 ივნისს დაიბადა ამერიკელი მოჭიდავე და მსახიობი ლივ მორგანი. ის არის ქალთა შორის მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი. 1967 წლის 8 ივნისს დაიბადა ქართველი მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი. ის ცნობილია როგორც თეატრის, ასევე კინოსა და სატელევიზიო სერიალების მსახიობი. დიმიტრი ტატიშვილი აქტიურად იყო ჩართული უცხოური ფილმებისა და სერიალების ქართულად გახმოვანებაში. დააკომენტარე შენ რომელი ცნობილი ადამიანი იცი, რომელიც ამ დღეს არის დაბადებული.